თავად კალაძის განცხადებასაც ეხმაურებიან ნაციონალურ მოძრაობაში მართველი გუნდის დაგეგმილი პროვოკაციას იაფასებენ ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას. პარტიაში გოგა გაბაშვილის თქმით, კახი კალაძეს ამ განცხადებაზე პასუხისგება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ირმა ნადირაშვილმა და ზურაბ ჯაფარიძემ კანონი მართლაც დაარღვეს, ისინი პასუხს აგებენ, რა თქმა უნდა. კალაძეს აუცილებლად მოუწევს ამაზე პასუხისგება ამ ცილის წამებაზე. ეს არ არის, რა თქმა უნდა, პირველი სიბრიყვე, რომელიც მან თქვა, ეს არის უკვე მისი საფირმო ნიშანი, სიბრიყვეების ლაპარაკი. თუ ირმა ნადირაშვილმა რამე დააშავა, ან ზურაბ ჯაფარიძემ, თუ მოქონდათ ელექტროშოკები, ნახტხორცნები, ან ნახმარი შპრიცები სადარბაზოებში დასაყრელად, ისინი ნამდვილად აგებდნენ ამისთვის პასუხს. იქ სადაც მათი ვერსიით ისინი დააკავეს და დაიჭირეს. თავრობის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ არაკორექტული განცხადებისგან ძალიან რბილად ვლაპარაკობ ამას და გაცილებით უკეთესია პრემიერიც, ვიცე-პრემიერიც და სხვაებიც დაკავებული იყვნენ კონკრეტული საკითხებით, ვიდრე რაიმის შეფასებებით.